მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიბრუნდებით ტრადიციულად ყოველ მეორე ხუთშაბათს, დღეს სწორედ ის ხუთშაბათი დადგა, მე კი მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ ისევ და ისევ. დღევანდელ გადაცემას ყოველგვარი შესავლების გარეშე დავიწყებთ, იმიტომ რომ გვინდა რომ ჩვენმა სტუმარმა თვითონ მოუყვეს თავის შესახებ და ეს შესავალიც და დასკვნას თვითონვე გააკეთოს. დღეს ჩვენი სტუმარი არის თბილისის 202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა პანსიონის რესურს სკოლის მე-12 კლასის ან დამამთავრებელი კლასის მოსწავლე გალის მცხოვრები სალომე ქეცბაია. ამ სკოლამ იმდენჯერ შეცვალა სახელი რომ და სახელწოდება რომ იმედი მაქვს მაყურებელი არ მიწყენს თუ კი ბოლო-ბოლო უზუსტოდ წარმოვთქვიეს სახელწოდება და სალომე დღეს მოგვიყვება თავის ცხოვრებაზე იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ის უმკლავდება და თავის პირად გამოცდილებაზე. სალომე, მოგესალმები, მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის და მადლობა ასევე 202 სკოლის ადმინისტრაციას, რომ მოსწავლე დაუშვეს და გამოუშვეს და მისცეს უფლება და ნებართვა, რომ ჩვენს გადაცემაში დღეს მოსული იყო. სალომე, მოდი შესახებ დავიწყოთ, მოკლედ გითხარი. მე რამდენი კლასიდან და როდიდან სწავლობ თბილისის 202 სკოლაში, მანამდე სად იყავი და რა ხდებოდა? მოგესალმები ესმა, მივესალმები თქვენს მაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც თქვი, გალის მცხოვრები ვარ. ვსწავლობდი ჩვეულებრივ თავიდანვე გალის პირველ საშუალო, მეორე საშუალო სკოლაში. სწავლება მიმდინარეობდა ჩვეულებრივ რუსულ ენაზე. 12 წლისას დავუსინათლოვდი და შემდგომ უკვე გადმოვედი თბილისში სასწავლებლად მე-9 კლასში. და როგორ გაიგეთ სკოლის შესახებ და ასევე საინტერესო თვითონ აფხაზეთშიც სხვა უსინათლო ბავშვებიც ხომ არიან, ისინი სად მიდიან თვითონ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მე როგორც ვიცი, უსინათლოთა სკოლა არ მოიპოვება. დიახ, უსინათლოთა სკოლა აფხაზეთში არ არის და ჩვენ გვეგონა რომ საქართველოში, აქეთაც არ იყო. მაგრამ შემთხვევით გავიგეთ, ბიცოლაჩემი სკოლის დირექტორი იყო და მისგან გავიგეთ, რომ თურმე თბილისში ყოფილა ერთადერთი მთელ საქართველოში უსინათლოთა სკოლა. აფხაზეთში უსინათლოები ვინც არიან, ძირითადად უმეტესობა იქ ვერ რჩება თუ განათლების მიღება არ შეუძლია ვერ იღებს და ჩაკეტილები არიან სახლებში. დიახ, და ვისაც ფული აქვს და ვისაც საშუალება აქვს, ისინი უმეტესად რუსეთში მიდიან. და გალში სწავლის დროს შენ თქვენ ჩვეულებრივად რუსულად სწავლობდითო. ანუ ყველა სკოლაში ასე რუსულად მიდის სწავლება, ქართულენოვანი სკოლები გალში მაინც არ არის? ყველგან მიდის რუსულენოვანი სწავლება. ქალაქებიდან მარტო გალის ერთ-ერთ სკოლაში, ჩვენ სკოლაში არის ქართული ენა, ლიტერატურა 2 საათი და ასევე სოფლის სკოლებში. ესე იგი, ქართულ მოსახლეობაზე შეიძლება ითქვას საკმაოდ სერიოზული ზეწოლა ხორციელდება და ჩვენ კადრს მიღმა ვსაუბრობდით და შენ იცნობ იქ აფხაზებსაც სავარაუდოდ. რას საუბრობენ ისინი ზოგადად საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ქართველებთან ურთიერთობაზე, თუ აინტერესებთ აქეთ რა ხდება დაუშვათ? კი, ვიცნობ აფხაზეთს და ძირითადად ერთმანეთს შორის არ საუბრობენ რომ აი საქართველოს რაღაცაზე, მაგრამ ყველა თვალსადევნებს საქართველოში მომხდარ ყველა ფაქტს. და მაგრამ მაინც რუსეთისკენ არიან მიხრობილი. და რუსეთს როგორ, კარგიაო ძალიანო თუ მაინც რუსეთსაც ასევე არის კატეგორია, რომელსაც დამოუკიდებლობა სურს რუსეთისგანაც და საქართველოსგანაც. მაგრამ არის კატეგორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენ რუსეთის გარეშე ვერ ვიარსებებთ. ძალიან საინტერესო არის და ყოველივე ამის შემდეგ შენ გადმოხვედი თბილისში, პირველად ხო ამ ასაკში ესე ოჯახისგან შორს, რამდენად ახერხებ მაგალითად რომ ხშირად იარო სახლში და რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული? სირთულეები ძირითადად საბუთებზე არის, იმიტომ რომ ძალიან რთულია საბუთის გაკეთება. ძალიან ხშირად ვერ ვახერხებ და უმეტეს შემთხვევაში რჩები ხოლმე ზუგდიდში ნათესავებთან.
რადგან კვლავ და კვლავ საბუთის პრობლემა არის ხოლმე და გადასვლა გადმოსვლის ძალიან ჭირს. და მე მგონი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა აფხაზეთში. და ამის გამო, რავი, წელიწადში 1-2 გადავდივარ ხოლმე. და რა თქმა უნდა, ეს მარტო შენი პრობლემა არის, ეს მასობრივი ქართული მოსახლეობის პრობლემაა. ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაა. ნუ, რატომღაც გონიათ, რომ იქ აფხაზეთში საბუთებს ეგრევე იძლევიან. არა და ხალხი წლობით დგას რიგებში. აფხაზეთის მოქალაქეობები იგულისხმება, ხო, ამ შემთხვევაში საბუთებში. თუნდაც მოქალაქეობა, ან თუნდაც რაიმე საბუთი, რითიც შეგიძლია გადაკვეთოს საზღვარი. და ამას არ იძლევიან არც აფხაზურ პასპორტებს ეგრეთ წოდებულს, რომელსაც წლების წინ მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ კარგად პირიქით ააძალებდნენ კიდეს ქართულ მოსახლეობას, რომ ისინი აეღონ. არა, ახლა ძალიან რთულია აღება, ხალხი წლობით დგას რიგში, მაგრამ მაინც უჭირთ აღება საბუთების. აი ეს წნეხი თუ არსებობს მაგალითად, რომ აი აფხაზური ანუ აფხაზურად გადაიკეთო გვარი, ან ჩაიწერო რომ ეროვნებით ხარ აფხაზი, აქეთკენ თუ უბიძგებენ? წნეხი რა, იცი რა მომენტია ის, როდესაც შენ სხვა გზა წნეხი კი რა, უბრალოდ სხვა გზა აღარ გრჩება, იქამდე მიყავხართ ხოლმე. მაგალითად, ანუ რას ნიშნავს სხვა გზა აღარ გრჩება? ქართული საბუთით საზღვარს ვერ გადაკვეთავ, როდესაც გიწერია ქართველი, ხო? ნორმალურად საბუთს არ გაძლევენ, რომ საზღვარი გადაკვეთო, საკუთრების უფლებას არ გაძლევენ. ესეთ მომენტში რას იზამ? უნდა აიო, ყველა ვარიანტში, ხდება ისე, რომ იღებენ. კი. თუ გინდა იქ ცხოვრება, უნდა აიყო ის საბუთი. მოდი ვისაუბროთ ახლა უკვე შენს თბილისში ცხოვრებაზე. პირველად როცა ჩამოხვედი, რა იყო შენი პრობლემები, გამოწვევები და ასევე ახსენე, რომ მოგვიანებით დაუსინათლოვდი, შესაბამისად რაღაცების თავიდან მიჩვევა მოგიწია ალბათ. პირველი ჩემი პრობლემა იყო ენა, იმიტომ რომ ქართული მაგდენად კარგად არ ვიცოდი. რადგან სულ რუსულსა და მეგრულ ენებზე ვსაუბრობდით ყველგან აფხაზეთში. და პირველად მაგ პრობლემას გადავაწყდი. შემდგომ უკვე როდესაც სკოლაში მივედი და მაჩვენეს ბრაილის შრიფტი, ჩემთვის რაღაც წარმოუდგენელი იყო, რომ მეთქი ამას მე ვერასდროს ვერ ვისწავლი. და რამდენად კარგად ვკითხულობ? რო თქვა, რომ ძალიან ჩქარა ვერ ვკითხულობ, მაგრამ ვკითხულობ და წერით კი ვწერ ჩქარა. და კიდევ რა ისწავლე ახალი, რა შეგძინა თქვა სკოლაში? აი მაგალითად ძალიან გამომადგა ხელჯოხის გამოყენება. ორიენტაციაში და დამოკიდებად გადაადგილებაში, ხო? თუნდაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. გაკვეთილების გარდა, პრინციპში ისიც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, რა გაკვეთილებს და რა საგნებს სწავლობთ. და ასევე გაკვეთილების გარდა კიდე რაში ხართ ჩართულები? თუ არის რამე წრეები, ან მხედველ თანატოლებთან თუ გაქვთ შესაძლებლობა ურთიერთობის და სკოლიდან გასვლის? ჩვეულებრივ რატომღაც, ჩვეულებრივ სხვა, ის ადამიანები, ვინც ჩვენ სკოლასთან არ აქვს შეხება, გვეკითხებიან ძალიან ესეთი გაკვირვებით, რა საგნებს სწავლობთ და თითქოს რამე ჩვენთან განსაკუთრებულს ასწავლიდნენ. არა, ჩვენთანაც ჩვეულებრივ, როგორც ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში იმავე საგნებს ასწავლიან. ყავს ჩვეულებრივი მასწავლებლები, რომელიც ძალიან კარგად გვასწავლიან რეალურად და დღეს ასევე არის უფრო დღეს მე ნახავისგან წრეები მაგალითად შაშის და ფანდურის ხალხურის. მაგალითად ხალხურის იმაზე ფანდურზე ვუკრავ მე. ასევე შაშისიც დავდივარ. და მხედველ თანატოლებთან თუ გაქვთ რამე შესაძლებლობა რომ ურთიერთობა გქონდეთ? კი, არის საერთო პროექტი ინკლუზიური დეპარტამენტის იმით გაფართოვი მხედველობის არე, რომელთაც მაგალითად 77 სკოლასთან ერთად შეთანხმებით კეთდება პროექტი. და აი შენ რო გინდოდეს მაგალითად თვითონ შიშიმო პირებისთვის ესე ცალკე გაკეთებული პროექტის მიღმა. რომ გინდოდეს მაგალითად რაიმე ზოგადად ბავშვებისთვის განკუთვნილ ტრენინგზე მოსვლა სადმე. და დასწრება, თქვა 4 დღიანი რამე ღონისძიება იყოს, ან თუნდაც 2 დღიანი. თუ როგორ ფიქრობ, გექნება ამის შესაძლებლობა? ჩემი აზრით, კი, რამდენიმეჯერ გავსულა ტრენინგზე, ჩვეულებრივ განცხადება იწერება და მშობლის თანხმობა უნდა გამოდის, რომ გარედანვე ჩამოვიდნენ მშობლები, რომ ამას თანხმობა მისცეს.
ან ქალითა, ხო, ან მშობლის თანხმობა უნდა ხელწერილით, ან არ ვიცი, შეიძლება ტელეფონით. როგორ ფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს? მოდი ჯერ პრობლემებზე ვისაუბროთ. სკოლაში როგორ ფიქრობ, რა ტიპის პრობლემები გაქვთ, რა გამოწვევების წინაშე დგახარ? და რა უნდა გაკეთდეს? რა სისურვებდი რომ სხვანაირად იყოს სკოლაში? მაგალითად, სკოლაში, გვაქვს ინტერნეტი, სამინისტროს მიერ დაყენებული, მაგრამ დაბალი სიხშირის არის და ვერ ვიყენებთ ბავშვები. ამიტომ ალტერნატიულად სასტუმროს ინტერნეტიც ვიჭერთ. ასევე, მაგალითად, არიან ბავშვები, რომელთაც აქვთ, სხვა მრავალი დარღვევები, რომლებიც ვერ სწავლობენ საგვაკეთილო პროცესში, არ იღებენ რა მონაწილეობას, ვერ იღებენ უბრალოდ მონაწილეობას. ჩემი აზრით, მათთვისაც რაღაც დონეზე მგონია, რომ მათი უფლებაც ირღვევა. და თქვენი ურთიერთობა როგორმე ხდება? დავუშვათ უსინათლო და მრავლობით დარღვევის მქონე ბავშვების ერთმანეთში. კი, რაღაც დონეზე მაინც კი, პანსიონი რა თქმა უნდა, პანსიონში რჩება უმეტესობა. და რავი, რაღაც დონეზე მაინც არის ეს კონტაქტი. გვინდა თუ არ გვინდა. ძალიან საინტერესოა და რას ფიქრობ, რა შეიძლება რომ გაკეთდეს უკეთ და რა შეიძლება რომ შეიცვალოს უკეთესობისკენ, რომ სკოლა გახდეს უკეთესი. ჩვენ ვიცით, რომ სახალხო დამცველის კვლევაზე მინდა აქ ყურადღება გავამახვილო და იქ წერენ, რომ არის კვლევის პრობლემები, არის თქვათ ეს ინტერნეტზე წვდომაზეც, აგერ შენ თვითონ ახსენე და ინტერნეტი საჯარო სკოლისგან და არასპეციალიზებული სკოლისგან განსხვავებით, ხაზი უნდა გავუსვით, რომ ეს არის პანსიონი, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ყველა ბავშვი არასპეციალიზებული სკოლიდან მიდის სახლში საღამოს, პანსიონის მოსწავლეები რჩებიან. ეს ნიშნავს, რომ როდესაც მხედრულ ბავშვებს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერი საიტი გახსნას სახლიდან, უსინათლოებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ, თუ კი იქ გარკვეული საიტები სასკოლო ინტერნეტში არის დაბლოკილი ასევე. ხო, იგივე სოციალური ქსელი. სოციალური ქსელი იმ პირობებში, როდესაც ხო, იმისთვის რომ გარეთ გახვიდე, რაღაცა გარიდან უნდა ჩამოვიდეს მშობელი და მან განცხადება უნდა დაწეროს. ხო, აქედან გამომდინარე, ამ ბავშვებს და თქვენ ახლა ეს პრობლემა გაქვთ გარეთ გასვლის და უფრო რა თქმა უნდა შეზღუდულია მეტნაკლებად, ეს სოციალურ ქსელში ურთიერთობა თუნდაც იქნება და ამის ერთგვარი დამბალანსებელი და არის კიდეც. თქვენ შეგიძლიათ რომ მიწეროთ თქვენს ნაცნობებს, მეგობრებს, მშობლებს, ოჯახებს და ასე შემდეგ და ეს შესაძლებლობა რომ არ იყოს, მართლაც უფლებების დარღვევა არის ერთგვარი. სავარაუდოდ ამ ინტერნეტთან დაკავშირებით ამ პრობლემის გამოსწორება უკვე ნელ-ნელა მოხდება. და რაც შეეხება კვებას, კვება ის არის დანიშნული, მენიუ არის სამინისტროსი. სამინისტრო ადგენს დოზებსა და ყველაფერს. აქედან გამომდინარე, სამინისტროს უნდა მივმართოთ იმ პრეტენზიებით, რომ თუნდაც საჭმელი არ მოგწონს, ან საჭმელი არის რაღაც საჭმელი, მაგალითად, რასაც ვერ ჭამ, ხო, და რაღაც ალტერნატიული სხვა იმით, რომ შეიცვალოს, ხო? ეს უფრო სამინისტროსთან არის დაკავშირებული. ინტერნეტიც სამინისტროსთან არის დაკავშირებული. არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ვიღაცამ ეს ხო, არის მთავარია ეს პრობლემები მოიხსნას, ხო. ხო, შენ სხვათა შორის ხარ ასევე სკოლის თვითმმართველობაშიც ხარ აქტიურად ჩართული და თვითმმართველობას მაგათად რისი შესაძლებლობა გაქვთ, რომ რა გააკეთოთ და რას აკეთებთ ხოლმე? შიდა პროექტების გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ბავშვებს. შეგვიძლია ასევე, ზოგჯერ ვაწყობთ ხოლმე რა რაღაც აქტივობებს. მაგათად რა გაკეთებთ? მაგალითად, აი რაღაც თამაშისებრი, რაღაც წამახალისებ. აი მაგალითად პირველი, მეორე, მესამე ადგილის დაკავებით რა. კონკურსები და შეჯიბრებების მოდი. ხო, მცირედი პატარ-პატარა. სამე საინტერესოა, შენ ეხლა რამდენიმე კვირაში უკვე დაამთავრებ სკოლას და დგას საკითხი, ხო, მომავლის, რას ფიქრობ, რა გეგმები გაქვს? წელს არ ვაბარებ, მაგრამ მომავალ წელს მინდა ჩაბარება. ოღონდ ჯერ კონკრეტულად არ მაქვს, რამოდენიმე ან მინდა სამართალზე ჩაბარა, ან ფსიქოლოგიაზე, ან დიპლომატიაზე. ისევ თბილისში. დიახ, რა თქმა უნდა. და ბოლოს რას ეტყოდი მაგალითად იმ ბავშვებს, იმ მშობლებს,
რომლებიც უსინათლო შვილებიც შეიძლება ახლა სახლებში ისხდნენ. აფხაზეთი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი საქართველოს რეგიონი და თქვათ მშობლები ფიქრობენ რომ რა აზრი აქვს რომ ბავშვი გაუშვა ასე უცხო ქალაქში, უცხო სკოლაში ჯობია რომ ბარემ აქ მყავდეს, მაინც რა უნდა ისწავლოს ან რა უნდა გამოვიდეს მისგან, მიუხედავად იმისა, ასე ვთქვათ, ისწავლის იქ თუ არა და იქნება იქ თუ არა, მათ რას ეტყოდი, რომ რატომ უნდა მოვიდნენ და მაინც რატომ უნდა მოიყვანონ ბავშვები სკოლაში? პირველ რიგში მშობლებმა უნდა იცოდნენ თუ რა უნდათ მათ შვილს. ეს კონტაქტი მშობელსა და შვილს შორის უნდა იყოს მყარი. არა ის რომ მშობელს უნდა და შვილი გააკეთებს. ხშირია ხოლმე ეს არა მარტო შიშამოპირებში, არამედ ჩვეულებრივ. ხშირია როცა ბავშვი ირიცხება უნივერსიტეტში, მშობლებს უნდა სამედიცინო, ექიმი უნდა გამოვიდეს ჩემი შვილი და ირიცხება შვილი სამედიცინოზე. აი ესეთი ვარიანტი არა და რავი, ჩემ ვარიანტში მაგალითად ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი რომ მე მინდა და ჩემი მომავალი. ამიტომაც ყველანაირად ოჯახი მხარში დამიდგა იმის გამო რომ არ უმჯდარიყავი სახლში და მქონოდა ჩემი მომავალი. მე მგონი ყველას აქვს უფლება რომ ჰქონდეს თავისი ცხოვრება, თავისი პირადი ცხოვრება და აიცრულოს თავისი სურვილები. მთავარია არ დანებდნენ და უსინათლობა ნამდვილად არ არის ის წერტილი, რომელზეც შეიძლება თქვა რომ აი მორჩა და სიცოცხლე დამთავრდაო. და სწორედ ეს რომ სკოლაში სწავლა მათ შორის მომავლისკენ არის პირადი ნაბიჯი. კი, რომელმაც მაგალითად მე სკოლამ ძალიან ბევრი რამ მომცა, განმავითარა, განათლება მომცა, ისეთი, კარგი ხარისხის განათლება მომცა, რომელსაც სამწუხაროდ იქ მაგდენად ვერ ვიღებდი. ასევე აი შეადარო, მაგალითად გალის სკოლა და თბილისის სკოლა. რა განსხვავება იყო? განსხვავება რეალურად არის. თუნდაც თავისუფლების მხრივ. მაგალითად? აქ უფრო მეტი გავიგე თავისუფლებაზე და საერთოდ ცხოვრებაზე, ვიდრე გალში. იქ უფრო ჩაკეტილი რეჟიმივით არის. როგორ ფიქრობ, შენ როგორც უსინათლოს რომ გდომოდა იქ სკოლაში სიარული? რამე ფორმით შეგიწყობდნენ ხელს? დავდიოდი ორი წელი. მოყევი თუ შეიძლება, როგორი გამოცდილება იყო ეს? როგორ სწავლობდი გაკვეთილებს და გაკვეთილებზე როგორ სწავლობდი? ეხლაც თვალხილულად წერ არ მიჭირს, იმიტომ რომ მახსოვს კი ბრტყელი შრიფტით, მათემატიკას ბრტყელი შრიფტით წერ მაგალითად. მაგრამ რთული იყო, როდესაც დავწერდი და ვერ ვკითხულობდი. ხშირად თან ჩემ თავზევე გაუბრაზებულ ვარ და რავი ავტირებულ ვარ იმის გამო რომ წერ, მაგრამ რა დავწერე? მაგალითად მასწავლებელი დაფაზე რო წერდა ამოცანებს თუ ის ახმოვანებდა კიდეც? ახმოვანებდა კიდეც, კი. ყველა მოქმედებას ახმოვანებდა. მაშინ რატომ გადაწყვიტეთ შენ და ოჯახმა რომ იმიტომ რომ ეხლა ყოველთვის თუ რაღაც მაგალითად საქმეზე გჭირდება, ხო? აი მე დავწერე და შენ წაიკითხო, ესე ხო ვერ იქნება. და დავალებებს როგორ დამოუკიდებლობა ჩემი მშობლა ან დედა მიკითხებდა ან და წამოვიდი იმის გამო რომ დამოუკიდებლობა მინდოდა, რადგან ყოველთვის ვიღაცაზე ვერ იქნები დამოუკიდებელი, თუნდაც ელემენტარულზე იმაზე რომ დავწერე და ვიღაცამ წაიკითხოს. ეს დამოუკიდებლობისთვის მიჩვევის თვალსაზრისით ძალიან კარგი არჩევანი იყო, ნამდვილად ვიტყოდი. ძალიან საინტერესო იყო შენ ახსენე რომ აი მოგვიანებით დაკარგე მხედველობა და რამე შენ ახლა გაიცანი ძალიან ბევრი უსინათლო როგორც სკოლის მოსწავლე, ასევე კურსდამთავრებულებიც, რომლებიც ხანდახან მივდივართ იქ სხვადასხვა ღონისძიებებზე. რა განსხვავებას ხედავ, აი მაგალითად მოგვიანებით ვინც დაკარგა მხედველობა და თან დაყოლილი ბავშვობიდან ვინც არიან უსინათლოები. რაღაც ძალიან საინტერესო მაგალითს ყვებოდი აქ კადრს უკან და მინდა რომ ამაზეც თქვა. პირველ რიგში, რავი, ჩემთვის რეალურად მართლა უსინათლო კიდე განსხვავდება არის ის, ვინც მერე დაკარგა და არის ვინც თავიდან ვიყო. თავიდან ვინც უსინათლო იყო, მისთვის ეს ბუნებრივი მომენტია და ის არგანიზმის დისკომფორტს თუ ვაი რატო ვერ ვხედავო? იშვიათია რომ რაღაც ეგეთი მომენტი იყოს და
როდესაც მე რეკარგავ ხო მხედველობას, როდესაც უკვე გაანალიზებული ძალიან პატარა ასაკში შეიძლება კიდე შეეჩვია, მაგრამ 12 წლის ასო დავკავრიკე, ძალიან მტკივნეული იყო და ძალიან რთულად შევეგუა. როგორ ფიქრობ აქედან გამომდინარე, შენ რომ რა გირჩევნია რომ დავშე დაბადებიდან ყოფილიყავი უსინათლო თუ აი მოგვიანებით დაგეკარგა როგორც? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ტკივილი იყო, მაინც მერჩვენა რომ ხედავდი და მე დავკარგე, იმიტომ რომ მახსოვს რა, დედა მახსოვს, მამა მახსოვს, ოჯახი, საყვარელი ადამიანები, ბუნება, რა ვიცი, და იცი რა მომენტია, შემიძლია მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვერ ვხედავ, ვიხსენებ და მაინც კმაყოფილი ვარ მაგითი. შენ ახლა ახსენებდი რომ სულ მაინტერესებს ხოლმე ამბობდი რა რა ფერის არის რაღაც და ჩემ გვერდით ერთი როცა მკითხულობ ხოლმე ამას სხვა უსინათლოების თანასწრებით ისინი განსაკუთრებით ვინც დაბადებიდანვე უსინათლოებდნენ იმათ სულ უკვირთ რატომ მკითხულობ ამასო და რა მნიშვნელობა აქვს სხვა შორის მეც გამიკვირდა როდესაც შენ მიკითხე აქ ჩვენ სტუდიაში მეც ამაზე არ დავფიქრებულ ვარ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე აი ხო ეგეც განსხვავება ეგ იმიტომ რომ მინახავს და ფერი რა ფერია ვიცი და ფერის ახმა მაქვს როდესაც თუ მეც დაბადებიდან უსინათლო იქნებოდი აი რავი შეიძლება მეც არასდროს არ მეკითხა კი ანუ გვაინტერესებს ის რაც ვიცით ხო დიახ რაც არ ვიცით და რაზეც ვერ იმაშვებით ვერ აღვიქვავთ მაგალითად თუნდაც ფერს ეგ არ გვაინტერესებს შეულებრივ კი უსინათლოებს ამით მინდა რომ დავასრულოთ ჩვენ დღეს რანერი გადაცემა. მადლობა სალომეს კიდევ ერთხელ თავისი ისტორიის გაზიარებისთვის. წარმატებები მას, რა მიმართულებითაც არ დააპირებს თავის მომავალში წარსვლას და თავისი ცხოვრების წარმართვას. ჩვენ კი ორი კვირით გემშვიდობებით დროებით. მადლობა, ნახვამდის.